Ну, ეკა ალბათ არ ვიქნები ორიგინალური და ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქის შეფასებას ვიტყვი, რაც ჩვენ გარშემო ხდება მსოფლიოში, იმ რეალობას თუ ავიღებთ და გავითვალისწინებთ, ამას ცვლის ორი ფაქტორი და ძალიან კლასიკა არის. ეს არის საერთაშორისო მხარდაჭერა, რაც აქამდე ვლაპარაკობდი და დიდი რაოდენობის აქტიური ადამიანი. დიდი რაოდენობის აქტიურ ადამიანზე, როდესაც მე ვლაპარაკი, ეს არ არის, ვთქვათ, 70-100,000 ადამიანის ერთჯერადად გამოსვლა, ეს და არ არის აუცილებელი, რომ 100,000 ადამიანი ყოველდღე იდგეს ქუჩაში, მაგრამ 100,000 ადამიანი, 200,000 ადამიანი თუ აქტიურად არის რაღაცაში ჩართული, აუცილებლად რეჟიმები ჩამოიშლება ხოლმე. და ამას სჭირდება ძალიან სერიოზული გააზრება, ძალიან სერიოზული დაგეგმა და მობილიზაცია. ეხლა სამწუხაროდ, იმისაც რომ აქედან ვიაროთ, სამწუხაროდ და აბსოლუტურად გეთანხმები იმ პათოში და მე და შენ გვილაპარაკია ცალკე და ვიცით რომ პოლიტიკა უნდა აკეთოს პოლიტიკოსმა და ის უნდა იყოს ფლაგმანი. პოლიტიკური მდგენელი აუცილებელია. ძალიან სამწუხაროდ, ესე იგი, ამას სპეციალურად ვამბობ, რომ არავინ არ ჩამთვალოს იმ ადამიანთა რიგში, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ პოლიტიკოსები არ გვინდა, არ გვინდა კი რა, აუცილებელია. არც არასოდეს ბრიფინგიც მაგის. არც არასოდეს ვიყავი, ამ დღევანდელი ბრიფინგსაც დაუბრუნდები, რა თქმა უნდა, მაგრამ არც არასოდეს ვიყავი ასეთი ტიპის ადამიანი, მაგრამ სამწუხარო რეალობა უნდა ვაღიარო ეხლა, ჩემი რიგითი მოქალაქის, რომ დღეს პოლიტიკური სპექტრი, პოლიტიკური კლასი ვერ ქმნის იმ მაგნიტს, მიზიდულობის მაგნიტს, რომელიც საჭიროა აი ამდენი ადამიანის მობილიზაციისათვის, იმისათვის, რომ მიიყვანო მთავრობა იმ მდგომარეობამდე, რომ კრიზისულ მომენტში მისი ჩამოშლა გარდაუვალი იყოს მშვიდობიანი. აი ახალი სახეები, რაზეც დაწყებულია საუბარი, ახალი სახელები პოლიტიკაში აუცილებელია თქვენი აზრით. რაღაც ამ პროცესსაც სჭირდება გადატვირთვა, გაჯანსაღება, გადახალისება, არ ვიცი. მაგრამ ცხოვრების ლოგიკა, ხა როგორც ევოლუციონისტი და როგორც ბიოლოგი გეუბნებით, რა თქმა უნდა, თაობათა ცვლა აუცილებელი არის, მაგრამ მთელი კულტურული ევოლუციაც და ველური ბუნების ევოლუციაც მდგომარეობს შემდეგში, რომ ზედა თაობა აუცილებლად გაურკვეველ გამოცდილებას გადასცემს ქვედა თაობას და ქვედა თაობა თავისი მაქსიმალიზმით ცდილობს რაღაცების ცვლილებას. ეს არის უნივერსალური ლოგიკა. აუცილებელია ახალი სახეების გამოჩენა, რა თქმა უნდა, მაგრამ წყვეტ არ უნდა იყოს ძველ გამოცდილებასა და ახალ თაობას შორის. ეს გარდაუვალი პროცესი არის, ძალიან მივესალმები ის, რომ ახალი სახეები ჩანან. უნდა რა თქმა უნდა გაითვალისწინონ წინა და ახალი პოლიტიკური პარტიები სავარაუდოდ იქნება და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი საუბრობდა დღეს ამის თაობაზე. თუ ახალ პოლიტიკურ პარტიებზე არის ლაპარაკი, ახლა ბატონ გიორგის პათოს დავესესხები და ვიტყვი რომ მხოლოდ იმის გარშემო უნდა მოხდეს გაერთიანება იმ პრინციპების გარშემო, რომელსაც ჩვენ მივყავთ ევროკავშირისა და ნატოსაგან, ხო, ჩრდილოატლანტიკური გაერთიანებისაგან. ვინც ამას იზიარებს, ისინი უნდა დავერაზმოს ერთად და იმისაც რომ აი ეს ჩამოიშალოს და ესე იგი ახალი ცხოვრება, ახალი რესპუბლიკა დაიბადოს, ახალი ქვეყანა დაიბადოს ამ ქვეყანაში, ახალი სახელმწიფო, ხო? ამისთვის საჭირო არის დიდი რაოდენობის ადამიანების მობილიზაცია. დავანებოთ ერთი წუთით საერთაშორისო კონტექსტ თავი. აქ ჩვენი პოლიტიკოსები მენტალურად წარმატებით მუშაობენ. ისინი ვერ გამოდგნენ საიმისოდ, რომ ჩვენ დაგვრასმონ. ეხლა ისმება კითხვა. არ შეიძლება რომ ჩვენ გავაკეთოთ ეს, ოღონდ ღია კარი დავტოვოთ, რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკოსისათვის ცოტა ავიღოთ ჩვენ თავზე პასუხისმგებლობაც და სად უნდა ვიპოვოთ ეს ადამიანები და როგორ ხდება ეს პროცესი, ხო? ჩვეულებრივ ადამიანები დგანან 300 დღეა გაუტეხლათ რუსთავაზე. იქ ყველა ერთი და იგივე აზრის არ არის, მაგრამ მათ შორის ხო შეიძლება მოიძებნოს და მოიძებნება 10-15 სანდო ჭკვიანი ადამიანი, რომელიც გახდება მაგნიტი. სხვათა შორის ეკა ბესელიას უსმენდი და საუბრობდა ეკა ამის თაობაზე, რომ პრეზიდენტს აქვსო, სალომე ზურაბიშვილს გულისხმობდა ის, აქვს გეგმა, რაღაც აი ახალი კონსოლიდაციის და ზუსტად აქცენტი იყო საზოგადოების, აი ამ აქტივისტთა ჯგუფების. მოდი ასე ვქოთ რა, ჯერეთი ვთქვათ, მე აღარ ვენდობი პოლიტიკურ კლასს, რომელიც ვერ ასხოვებს პოლიტიკურ პროცესს აქტივიზმისაგან. ჩვენი პოლიტიკოსები რატომღაც დიდი რაოდენობა გახდნენ აქტივისტები და პოლიტანალიტიკოსები. მე მჭირდება ქმედება, მე მჭირდება პოლიტიკური ექშენი, მშვიდობიანი რა თქმა უნდა, ხო? როდესაც შენ, თქვათ, რამდენიმე მოქალაქე, სანდო, რომელსაც გაქვს პოტენციალი, აი ვინც ახლა აქ არიან, ხო, ეს 3 ადამიანი, მათ აქვთ პოტენციალი, რომ ბევრი სხვა წამოყვეს, ისინი არიან გონიერები და ადამიანები მათ ენდობიან. და როდესაც აი ესე ხდება პატარა იმისი გუნდის აგორება, ამას რა თქმა უნდა მოყვება ზვავი, მშვიდობიანი ზვავი და ბევრი ადამიანი ერთიანდება. მიაღწევ იმ 100,000 ადამიანს, რომელიც საჭიროა რეჟიმის ჩამოსაშლა და აქ ღია
არის კარები ყველა პოლიტიკური გემოვნების ადამიანისა და პოლიტიკური პარტიების ნარჩენები იქნება თუ ახალი შექმნილი, რომლებიც იზიარებენ აი იმ პრინციპს, რაც ბატონმა გიორგიმ თქვა. საინტერესო ხედვა აქვს. კი, ევროკავშირი და, ესა რა ქვია, ნატო. ამის გარშემო თუ იქნება გაერთიანება, ნამდვილად გვეშველება. კარგი.